მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო და მადლობა რომ დათანხმდით უპასუხოთ ჩვენს კითხვებს და ვისაუბროთ იმ თემებზე, რომლებიც ყველაზე მეტად დაინტერესებს დღეს ჩვენს მაყურებელს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას. მოდი დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი თემით ჩემი აზრით დღეისათვის. რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაახლა უსაფრთხოების სტრატეგია და ამ ახალმა განახლებულმა დოკუმენტმა უსაფრთხოების სტრატეგიამ ფაქტობრივად თავდაყირა დააყენა მანამდე არსებული უსაფრთხოების პარადიგმა არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ამ ახალ სტრატეგიაში ამერიკის შეერთებული შტატები ერთის მხრივ აკრიტიკებს ევროპას, ევროპელ ლიდერებს, ევროკავშირს, მეორეს მხრივ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაზე საუბრობს, მაგრამ რაც თავარია, ფაქტობრივად უარს ამბობს ვაშინგტონი ამ ახალი სტრატეგიის თანახმად ნატოს გაფართოებაზე. როგორ ფიქრობთ ამ ფონზე? ხომ არ იქნება საჭირო, რომ ჩვენს ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგიის გადააზრებაზე, იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება ჩვენ აქამდე მხოლოდ ნატოს გაფართოების მოდელთან და ამ მოდელში გქონდა მოაზრებული. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს, ჩვენ საზოგადოებას. კითხვას რაც შეეხება, მრავალმხრივი არის და განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდის ყველაზე რეზონანსული საკითხი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელმაც პრინციპში სხვადასხვა მიმართულებით აბსოლუტურად განსხვავებული ხედვები წარმოადგინა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რასაც თქვენ ბრძანეთ, რომ ევროპასთან მიმართებაში ცოტა ღიმლის მომგვრელიც არის, იმიტომ რომ იმას, რაც ამ ბოლო წლების მანძილზე ჩვენ მიუთითებდით, თხოვდით ევროპულ ბიუროკრატიას, პრინციპში უფრო მკაცრად არის მოწოდება ევროპისკენ, ევროკავშირისკენ, რომ ის თუ ასე გააგრძელებს, პირდაპირ არის ეს სიტყვები, რომ ევროპას ემუქრება გაქრობა ევროპულ ღირებულებებს, ეს ევროპული ბიუროკრატიას საკმაოდ, ასე ვთქვათ, რთული პერიოდი უდგას და ჩამოთვლილი არის რა საკითხებია, ხო, ეს პოლიტიკური კრიზისი, მიგრაციის თემა, იდენტობის საკითხი, ეროვნული ინტერესები, რაც თავარია ეკონომიკა, რომელიც 90-იანი წლების შემდეგ 25%-დან 14%-მდე ჩამოვიდა. კრიზისები, მთავრობის, პოლიტიკოსების ლეგიტიმაცია ხალხის მიერ, ასე ვთქვათ, და ბევრი კომპონენტი, რომელიც საკმაოდ საგანგაშო არის. იქიდან გამომდინარე, რომ პროცესი, რომელიც დაძრულია და ამ დოკუმენტშიც მოცემულია, რას ცვლის ეს პროცესი, რომ რა თქმა უნდა, აღარ არის წარმოდგენილი რუსეთი როგორც მტერი, აბსოლუტურად განსხვავებული ხედვით არის წარმოდგენილი, ჩინეთთან ურთიერთობაც განსხვავებულად არის, მონროს დოქტრინიდან გამომდინარე, რას წარმოადგენს, ხო? რატო შეიძლება ჩვენ პარალელები გავავლოთ იმას, რაც ჩვენ დავიწყეთ ამ რამოდენიმე წლის წინ ჩვენი პოლიტიკის წარმოება ეროვნულ ინტერესზე, საკუთარ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკაზე, ზუსტად იგივე მოცემულობებია ამერიკის თვალსაზრისით, რომ შიდა პოლიტიკის თემები არის, რომ ინდუსტრიალიზაცია, კრიმინალთან ბრძოლა, ეროვნული ინტერესი, ეკონომიკის საკითხები, ეს ის თემებია, რაში ჩვენ თანხმედრაში ვართ და რაც უკვე ეს არ არის სპონტანურად გაცხადებული მიმართვა ევროკავშირის მიმართ, ხო? ეს დოკუმენტში არის წარმოდგენილი თუ რა პრობლემის წინაშეა ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის შეხედულებით ევროკავშირი. და ევროპის, ასე ვთქვათ, საშიშროება. ჩვენც ამას გულისხმობთ და მუდმივად ამაზე ვაპელირებთ, რომ ჩვენთვის ევროპა, დღევანდელი ევროკავშირის ბიუროკრატია არ არის. ევროპა განსხვავებული, ევროპა სხვა ღირებულებაა და სწორედ ამის დაკარგვის საშიშროებაზე საუბრობს ამ დოკუმენტში ამერიკის შეერთებული შტატები. რაზე ჩვენ მუდმივად გქონდა ესეთი მკაცრები ჩვენ არ ყოფილვართ, ხო? ნატოზე მინდოდა მეკითხა, ნამდვილად საინტერესოა, ეხლა პირდაპირ ამ სიტყვებით არ წერია, რომ ჩვენ პირობას ვდებთ, რომ აღარ გაფართოვდება ნატო, მაგრამ ფაქტობრივად ეს აზრია ჩადებული, ეს იკითხება
რომ უნდა შეწყდეს აღქმა ნატოსი როგორც მუდმივად გაფართოებადი ორგანიზაციის. ანუ ფაქტობრივად ამერიკა უარს ამბობს ეს ადმინისტრაცია ყოველ შემთხვევაში გაფართოების სტრატეგიაზე. ამ შემთხვევაში ჩვენ ხომ არ უნდა გადავხედოთ ასევე ჩვენი უსაფრთხოების ფილოსოფიას ზოგადად, რომელიც დღემდე მიბმული იყო, ერთმნიშვნელოვნად იყო მიბმული იმაზე, რომ ნატო აგრძელებს გაფართოებას, ჩვენ ადრე თუ გვიან ამ ნატოში შევალთ და შესაბამისად ჩვენ დაგვეფარება თავზე ეს უსაფრთხოების ქოლგა. ეს შეიძლება ასე არ მოხდეს, მოკლედ, ამ სტრატეგიის თანახმად. და რას ვაკეთებ ჩვენ? თუ გადავავლებთ თვალს და ამ კუთხით შევხედავთ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას, საქართველოს სახელმწიფოს მოქმედებას, სწორედ ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ, რომ ჩვენ არ შეიძლება ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული ვიყოთ. ეს არის ჩვენი მთავარი мотиваცია, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების, ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენი, ასე ვთქვათ, მომავლის და აქედან გამომდინარე სამშვიდობო პოლიტიკის სტაბილურობის და აქედან გამომდინარე ჩვენ ვახორციელებთ გონიერ პრაგმატულ არსებულ რეალობაზე, არსებულ რეალობებიდან გამომდინარე, გამოწვევებიდან გამომდინარე ჩვენს პოლიტიკას. და ამ კუთხით მიუხედავად მათი მხრიდან ორმაგი სტანდარტისა შეურაცხყოფების არასამართლიანი მიდგომისა, ჩვენ ყოველთვის მზათა ვართ დიალოგისთვის, იმიტომ რომ პოლიტიკა ითვალისწინებს ამას, რომ შეგნებითი თვალსაზრისით და საჭიროების თვალსაზრისით ჩვენ უარს არ ვამბობთ და ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ვიცით ფასი რა არის ევროპის, ამიტომ ამაზე ჩვენ უარს ვერ ვიტყვით, ხომ? და ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიდგომას. ასევე შეიძლება განვაცხადოთ ნატოსთან მიმართებაში. ჩვენ თითქმის, ხო, ახლა იმ ისტორიის გახსენება აღის, რა მონაწილეობას ვიღებდით, ხო, ნატოს მისიებში, რა დამოკიდებობა გვქონდა. ეს ჩვენზე არ იყო დამოკიდებული, ჩვენ უნდა გვეთქვა ხო ან არა ნატოში გაწევრიანებაზე, ხო? ეს დამოკიდებული იყო ნატოზე, რომელმაც ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ მოლოდინის რეჟიმში დაგვტოვა. მაგრამ ამ რეალობიდან გამომდინარე, რაც თქვენ განაცხადეთ ახლა და ამ სტრატეგიულ დოკუმენტშია წარმოდგენილი ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, რომელიც ამ რამოდენიმე წლის წინ დაიწყო და ამერიკამ პრინციპში მარტო დატოვა ევროპა და მას მოუწოდათ, რომ თავად დააფინანსოს ძირითადი დამფინანსებელი და ასე ვთქვათ შემიარაღებელი, მაინც ამერიკის შეერთებული შტატების ქოლგის ქვეშ იყო. ეს კეთილდღეობის, ასე ვთქვათ, ქოლგაც ჩამოიხსნა რეალობის წინაშე ნელ-ნელა დგებიან, ათვისნობიერებენ ევროკავშირის წევრები, წევრი ქვეყნები ამ რეალობას, რომელზეც ჩვენ მანამდე გავაკეთეთ რეაგირება და დავინახეთ ეს საშიშროები და მათ ეხლა მოუწევთ ამ ყველაფერზე, ასე ვთქვათ, რეაგირება. დავინახავთ პროცესს, ჩვენ უარს არ ვამბობთ, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე თავისთავად ჩდება ახალი გარემოებები. მთავარია ჩვენ ვიყოთ თანმიმდევრულები, არ ვიყოთ მოკლებული არსებულ რეალობას და მუდმივად თუ არის შესაძლებელი წინ სწრებად, როგორც ეს პროცესი განვითარდა, ხო, ტრამპის მოსვლამდე, ხო, დიდით რო ხოლმე გასულა, გაიხსენეთ რა ხდებოდა, რა ზეწოლების ქვეშ გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ და რა საკითხები იდგა, რას ვიცავდით მთელი სახელმწიფო. ამაზე მაქვს საუბარი პარალელი, რაზე უნდა გავალოთ, რომ ეს საკითხები, რომელზეც ჩვენ მთელი სახელმწიფო და ხელისუფლების, ასე ვთქვათ, მხარში მდგომი უმრავლესობა ჩვენი მოქალაქეების ეს პარადიგმა დაინახა, რაც მოცემულია ამ ღირებულებითი თვალსაზრისით, საკუთარი ეროვნული ინტერესის, მიგრაციის თემის, პოლიტიკური თავისუფლების, სამშვიდობო პოლიტიკის, რასაც წარმოაჩენს ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ ხო ეს მანამდე დავიწყეთ, ჩვენ ხო ამ პარალელებს ვავლევთ, რომ ჩვენ ეს იმიტომ კი არ გავაკეთეთ, რომ ვინმესთვის თავი მოგვეწონებინა. ვხედავთ რეალურ პოლიტიკას, ვხედავთ რეალურ გზას ჩვენი ქვეყნის განვითარების და აქედან გამომდინარე ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი. რაზეც რა თქმა უნდა მივიღეთ ესეთი ზეწოლა, ხო? და ზეწოლა ხორციელდება ვისი მხრიდან? ეს არის ევროპული ბიუროკრატია, რომელიც საკმაოდ გაკრიტიკებულია, კონკრეტიკაც ესეთი ნათქვამია, რა, რბილი ნათქვამია. იმდენად, ანუ მომავალს აღარ უწინასწარ მეტყველებს ამ პოლიტიკას, რომელსაც აწარმოებს დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია. აი პირდაპირ არის ნათქვამი, რომ თუ თქვენ ამ გზას არ შეცვლით და ისევ გააგრძელებთ, ევროპა დაიღუპება. რაზეც ჩვენ ყოველთვის მიუთითებდით
ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე ევროკავშირის ინტერესიდან გამომდინარე, რომ ეს დამოკიდებულება მიუღებელია, იმიტომ რომ როცა ჩვენ გამოვთქვით სურვილი და ეს საუკუნეების მანძილზე ჩვენი წინაპრების სურვილი და მოთხოვნა იყო, რომ ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და რაღაცა სახით გაერთიანებული ყოფილიყავით ამ ევროპის თუნდაც კავშირი დავარქვათ, ხო? ის ღირებულებები, რომელზეც ჩვენ გვქონდა აქცენტი, პირდაპირ შეცვლილია 180 გრადუსით, რაზეც მოუწოდებს მაგალითად ეს დოკუმენტი მათ, რაც მე ჩამოვთვალე, იმის საწინააღმდეგოა, რისი სურვილით ჩვენ გვქონდა, რომ ევროკავშირის წევრები გავხდარიყავით. და კითხვა ისმება თუ ეს ყველაფერი შეცვლილია, რაზეც ჩვენ სურვილი გვქონდა, რომ ევროკავშირის წევრები გავხდარიყავით და პირიქით ხდება ეს ყველაფერი, ხო შეიცვლება მიდგომაც და დამოკიდებულებაც. ჩვეულებრივი ამბავია ეს ადამიანური. მათ შორის საზოგადოების დამოკიდებულება. საზოგადოებას გულისხმობ, ხელის ეს ხო არ არის რაღაცა გინდა თუ არა, კედელს დავეჯახოთ, ჩემთვის კარგია თუ ცუდია თუ ეს არ გავსაზღვრო, კითხვა არ დავსვა და კითხვის დასმის საშუალებას არ გაძლევენ, დირექტივებს გაძლევენ, რა უნდა გააკეთო, როგორ უნდა მოიქცა და შემდეგ პირდაპირ ასახულია აი ამ პოლიტიკა მიიყვანა ევროპა ამ კრიზისამდე, რომელსაც საკმაოდ მძიმე ასე ვთქვათ, მდგომარეობა აქვს, რომელსაც ვერ ამჩნევენ და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეს აგენტურა, რომელიც აქვს ეს რადიკალური ფრთა იმართება ამ კონკრეტული ბიუროკრატიით, სხვა არაფრით. აი, მართლაც პარადოქსია და სასაცილო მდგომარეობაში არის ჩაყენებული ეს სამწუხარო, ჩვენ და სამწუხარო ჩვენი მოქალაქეები ქვია, მაგრამ არ ვიცი, ალბათ უნდა გაიაზრონ, ეხლა ხო კითხვას დასვავს ნებისმიერი ნეიტრალურად მაყურებელი, თქო, მოქალაქე, ადამიანი, ექსპერტი, რომ ეხლა ეს ადამიანები სადგანან, ამერიკის გვერდზე დგანან თუ ამ ევროპული ბიუროკრატიის, ვისგანაც იმართებიან. ის, რასაც ჩვენ ევროპის მიმართ, ევროპული ბიუროკრატიის მიმართ საუბრობდით, იმაზე მკაცრად საუბრობს ამერიკის არსებული ადმინისტრაცია, თავისი პრეზიდენტით და საუბარი როცა არის ხოლმე, რას ნიშნავს პროდასავლური დასავლეთი რომელი არის? ეხლა როგორ უნდა საინტერესო კითხვა. ხო, აი რომელია დასავლეთი? ვაშინგტონი თუ ბრიუსელი? ხო, როგორ განსაზღვროთ ეხლა ვიზე ვიყოთ დამოკიდებული, ხო? და აი ეს პოლიტიკა უნდა დამთავრდეს საქართველოში ვინმეზე დამოკიდებულების და ეს ნელ-ნელა მილევადი არის. აი ხო გახსოვთ სად არიან ესენი ჯერ კიდევ სად არიან, რომ სიტყვასაც ვერ ძრავენ, ხო? ხო შეიძლება რომელიმე გამოვიდეს, მე მაინტერესებს ხოლმე, რომ ვინმე გაბედავს ეხლა ტრამპის კრიტიკას, ვიღაცა 1-2 აქტივისტისგან რაღაცა Facebook პოსტზე თუ წავიკითხე რაღაცა კრიტიკული ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ევროპის მიმართ, რომ ესეთი დამოკიდებულება აქვს. დანარჩენი, აი ეს პოლიტიკური პარტიები, აქტორები, ვინც არიან წარმოჩენილი და ვინც თვლიან, რომ ისინი არიან მზად ხელისუფლება ჩაიბარონ, ან ჩემი წინამორბედი გაბედონ ერთიაბა, სად დგანან ახლა? ამ ევროპული ბიუროკრატიის გვერდზე დგანან თუ იმ დოკუმენტის გვერდზე, რომელიც არსებული, ასე ვთქვათ, დღევანდელი მართველი ადმინისტრაციის მიერ არის შექმნილი. სად დგანან ეს? ის ხო ერთ და იგივე არ არის. ეს ხო განსხვავებულია და რა პროდასავლობაზეა საუბარი? ვინ დაარქვა ამათ პროდასავლური ძალა? ესეც ხო მითი არის, როგორც რუსულის, როგორც კანონს, აი სად იქ არიან ჩარჩენილი დღეს? რას დაუპირისპირებენ იმას, რომ ტრამპს დალაგებული აქვს, თითქმის დალაგებული აქვს და თუ დამთავრდა ომი, აბსოლუტურად განსხვავებული პროცესი იწყება რუსეთთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, კონკურენტები იქნება, მაგრამ შეცვლილია პროცესი, აბსოლუტურად სხვა განზომილებაში არის გადასული ეს გადანაწილების თემები, მაგრამ რა პასუხი აქვს ამათ? რა პროდასავლელები? არც პროდასავლელები არიან, ესენი არიან იმ იდეოლოგიის მიმდევრებიც არ არიან, ნაყიდი აგენტები არიან პირდაპირ მნიშვნელობით. ხომ ნახეთ ბოლოს სადამდეც დაეცენ, რომ ტექსტის ცვლილებაც კი აუგზავნეს. აი გამოგზავნილი ტექსტის ცვლილებაც კი აუგზავნეს, აი ესე ბოდიში საზოგადოებასთან ნახირივით დააყენებენ და ერთხმაში ალაპარაკებენ იქიდან გამოგზავნილ ტექსტზე და ეს არის მათი პოლიტიკა და ეს არის შეთავაზებული პოლიტიკა ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს ჩვენთვის გადაშლილი ფურცელია. ეს პროცესები, რა თქმა უნდა, ჩვენ თავისუფალი დემოკრატიული ქვეყანა ვართ და თუ ვინმე გადასარჩენია, ესე ჩვენი ვალდებულებაა, რომ როგორმე გადარჩეს
ჩვენი საზოგადოების წევრებად ჩაითვალონ, ჩვენ ქრისტიანული ქვეყანა ვართ. ნებისმიერ დროს შეუძლიათ მათ გაანალიზონ ეს პროცესი და დაუბრუნდნენ ჩვეულ ფორმას, მით უმეტეს ამ ფონზე რაც ხდება. მე ახალგაზრდებზე მაქვს საუბარი, თორე ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებენ ის აქტორები, ვინც ამ ყველაფერს გეგმავენ მათი გარე პატრონების საშუალებით. საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ ის ახალგაზრდები, რომელიც შესწირეს და დღემდე გამოყავთ ზოგიერთი და დამოკიდებული ყავთ ესე და ციხეებისთვის გაიმეტეს. ამას ვერ დაელოდება ჩვენი ქვეყანა. მანამდეც საუბრობდით ამას, მუდმივად მოუწოდებდით, რომ გამოფხიზდით, თქვენ ხართ აი ამ იდეოლოგიის, ევროპული ბიუროკრატიის და ამ დავარქვა deep state, ხო, რომელიც ამ პროცესებში ესე გამოიყენეს ეს არსებული, ასე ვთქვათ, ძალები ხელისუფლების წინააღმდეგ და რატომ, ხო? ჩვენ ხომ ღია ვართ იმისთვის, რომ რასაც ჩვენ ვიცავდით, ეს ხომ დამალული არ არის, ეს პირდაპირ გამოიკვეთა. აი ყველაზე მეტად სასაუბრო არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა დღეს ყველაზე კარგად არის წარმოჩენილი. თუ ჯანსაღი თვალით და ნეიტრალური თვალით შეხედავს, ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ექსპერტი იქნება, თუ ვისაც აქვს ეს შეხედულებები, საერთაშორისო ექსპერტი იქნება, ორბანის მაგალითად შეფასებები, ვინმეს შეიძლება ეგონოს, რომ რაღაც ზედმეტად გვაქებდა, მაგრამ ეს ზედმეტი ქება არ იყო გამოწვეული რაღაცა მისი სურვილიდან. ფაქტებზე დაკნობით საუბრობდა, რას გაუწევს. ფაქტებთან დაკავშირებით, აი ზუსტად რატომ გვებრძვიან, ხო? აი ამაზე მინდა ზუსტად გადავიდე. ფაქტია, რომ ჩვენზე ზეწოლა გაძლიერდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. და გასაგებია უკვე არც არავინ მალავს პრინციპში ამას, რომ ამ ზეწოლის მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ ვერ ჩაგვითრიეს ომში. თავიანთი ადგილობრივი აგენტურაც გვახსოვს რას ამბობდა, ჯერ ასე ვთქვათ გვამშვიდებდა და ამბობდა რომ არაფერი არ მოხდება, უკრაინა რამდენიმე კვირაში მოიგებს და ჩვენ გამარჯვებულის გვერდით უნდა ვიყოთ. მერე როცა აღმოჩნდა რომ ასე მთლად არ მედის საქმე, მერე გვეუბნებოდნენ რომ მერე რა მოხდა თუ ვერ გავიმარჯვებთ, სამაგეროთ მაინც ისტორიის სწორ მხარეს ვიქნებით. მოკლედ, ამას გვეუბნებოდნენ და დღეს უკვე უკრაინა აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, როცა მისი მთავარი სტრატეგიული მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატები მას მიუთითებს, რომ მოაწეროს ხელი შეთანხმებას, რომლითაც უკრაინა de facto კარგავს კონტროლს თავის ტერიტორიების 25%-ზე. რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენი ქარხანა დაინგრა, რამდენი სახლი დაინგრა, საერთოდ ეკონომიკურად რა დაემართა ამ ქვეყანას, ამას ჯერ ვერც დავითვლით და ნურს შევეცდებით. ამიტომ მე ესმინდა კითხოთ, რომ როგორ ფიქრობთ, აი დღევანდელი გადასახედიდან უკვე შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ საბოლოოდ დადასტურდა ის, რომ ჩვენი პოზიცია იყო სწორი, ისტორიულად სწორი, ერთადერთი სწორი პოზიცია, რომელიც უკვე დადასტურდა და ამ კითხვის ნიშანი მოიხსნა, სწორი იყო თუ არა საქართველოს 2021-22 წელს. თავად უპასუხეთ, ზვიად რომ ჩვენ რომ მარს ვთქვათ, ფაქტს ხო ვერ გავექცევთ, ეს ხო ფაქტია. რას ვიცავდით, რას ითხოვდნენ ჩვენგან და დღევანდელი ისევ ადმინისტრაციის ხედვებს დაუბრუნდები, რომ ის პირდაპირ ამბობს, არც მალავს, ხო, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტრამპი, რომ მე რო ყოფილიყავი, ამას არ დაუშვებდი, ეს ომი არ მოხდებოდა. ეს იყო დანაშაული, ხო, რომ დაუშვით და რა მოთხოვნა იყო ჩვენი მხრიდანაც პირველივე დღეებიდან, რომ როგორმე მოხდეს შეჩერება. რამდენი ეტაპი იყო იმისთვის, რომ ეს ომი გაჩერებულიყო. მაგრამ ვინ იყო ამის წინააღმდეგი, ვინც ამ ომის გაგრძელებაზე და ამ ომის განვითარებაზე იყო პასუხისმგებელი, ხო? მოწინააღმდეგე ტრამპის, ესეც გამოჩნდა, ხო? ის არც მალავს, ხო? და ეს ძალები, რომელიც ამ ეტაპისთვის სუსტად არიან, ამერიკის შეერთებული შტატებში შეიძლება, მაგრამ ევროკავშირში ბიუროკრატის სახით და იმ ქვეყნების ლიდერების სახით ჯერ კიდევ წარმოდგენილი არიან და ებღაუჭებიან ამ პროცესს, მაგრამ ამერიკის გარეშე აი ამ ცაიტნოტში არიან, როგორ მოხდეს ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, ისე დასრულება, რომ არ გამოჩნდეს მათი მარცხი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ამ კუთხით, მაგრამ ის, რომ ამაზე პასუხი არ ვიცი, ხა ვინ შეიძლება თუ არა აი ესეთი გადაგვარებული არსებები, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ, ისინი თუ შეაფასებენ, თორე ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი პირდაპირ იტყვის და ამაზე მაქვს საუბარი, რომ ჩვენი პოზიცია მაშინდელი, რასაც ჩვენ გაუძელით, ეს იყო ერთადერთი სწორი,
გადაწყვეტილება, რომელმაც დღეს დაგვანახა ეს შედეგები და დღეს ამ პოზიციას ეტრფის ყველა და ამ პოზიციაზე ხდება მობილიზება ყველა ქვეყნის, ვინც კი შორდება ამ ბიუროკრატიას და ვისაც უნდა რომ გაემიჯნოს ამ საომარ ვითარებას, აი ამ ჩამყაყებულ, ასე ვთქვათ, მდგომარეობას, ყველას სურვილი აქვს, რომ ამ პოზიციაში იყოს, რა პოზიციაც მაშინ საქართველოს აირჩია და გაუძლო. დღეს ბევრ ქვეყანას უნდა და გახსოვთ, მაშინ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ჩვენ მისაბაძი გავხდებით ამ პოზიციით, რომელიც ჩვენ დავიცავით და გამოჩნდა კიდევაც. და პირდაპირ პარალელია, ეხლა რაზეც ეხლა უსაფრთხოების დოკუმენტშია საუბარი იმ ღირებულებებზე, იმ პოლიტიკაზე, რა პოლიტიკაც აწარმოა საქართველოს ამ წლების მანძილზე, ამ ბოლო მით უმეტეს ომის დაწყების შემდეგ და ეს ჩვენ გამოცდილებიდანაც ვიცით, ჩვენთანაც მიმართებაში ზუსტად 2008 წელი რა იყო? ზუსტად იგივე დამოკიდებულებით იყო და ეს ადამიანები, რომელსაც წაშლილი აქვს, კიდევ უნდა ვახსენო, მაგრამ თქვენ რადგან ახსენეთ და მაინც რაღაცა ნაწილია, რომელიც მაინც ესე ფიქრობს, ზოგი შეიძლება პრეტენზიაც აქვს პოლიტიკოსობის და ექსპერტობის და ეს შემდეგ. იცი როგორ იმაში არიან შესული რაღაცა ჯადოსნურ რაღაცა გამოუვალ წრეში, რომ მათი თვალსაზრისით საქართველოსაც კი შესწირავდნენ, რომ რუსეთი დამარცხებულიყო. დასუსტებულიყო მაინც. არა, აი საქართველოს შეწირავდნენ. აი ეს იგივე დამოკიდებულება რომ მისტირიან, რომ რატო არ არიან დღეს უკრაინის მდგომარეობაში. მისი ლიდერს ხო ხედავ როგორ ხდებიან ევროპაში თითქმის ყოველ კვირას ჩადის, როგორი დამოკიდებულება აქვთ, ხო? იმას ნატრულობენ, რომ როგორ არ არის სადავო ქვა საქართველოს ამერიკას და რუსეთს შორის. და ეს რომ დაკარგეს, ამაზე გიჟებს გვანან. ეს არ მოგიდგენიათ, აი პირდაპირ შეწირავდნენ კიდევაც საქართველოს და ამას გამარჯვებას დაარქმევდნენ. 2008 წელსაც ეს გააკეთეს. ზუსტად, რა ამათი შეხედულება, აი რამდენად მძიმეა გარდა იმისა, რომ აქ ავნებენ ხელისუფლებას, სახელმწიფოს, აი რამდენად მძიმე არის მათი, ასე ვთქვათ, გონებრივი არსებული მდგომარეობა ამ ჯადოსნური წრიდან ვერ გამოდიან. ჩვენ კიბერ გამოდიან, პირდაპირ აგენტურა არის, უკვე დარწმუნებითაც შეიძლება ვთქვათ, რომ ვერ გამოდიან კი არა, არც მისცემენ იმის საშუალებას, რომ გამოვიდნენ. სანამ ეს ბიუროკრატია ჯერ კიდევ სულ ზღაფავს და არსებობს და ეს ძალები, რომლებსაც კიდევ ინტერესი აქვს, რომ როგორმე ეს სიტუაცია შემოატრიალოს და იმ ილუზიებში გადავიდეს, რომ რუსეთს დაამარცხებენ და სხვანაირად, აი რაც ომის დაწყების დღეებში საუბრობდნენ, რუსეთი სუსტია და უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ჩვენ რა გვეშველება და სადავარ და ასე შემდეგ. ეს ადამიანები დღეს არც ცხვენიათ, გამოდიან და იგივეს გააგრძელებენ. არც აქვთ მათ სხვა სათქმელი. აქ თავარი საკითხი რაში გამოიკვეთა, იცი რომ ის რაზეც თქვენი საუბრეთ, რომ ეს ყველაფერი ხელის გულზია წარმოდგენილი, აქ ეს პოლიტიკა და შეხედულებები ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა განვავრცოთ, კიდევ უფრო მეტად უნდა მოემზადოს ჩვენი საზოგადოება. ეს არის ხვალინდელი დღე, დღევანდელი დღე არის პირველ რიგში და მე ხვალინდელი დღეც არის, რომ პასუხისმგებლობის საკითხი ის რომ ვიღაცაზე დამოკიდებული არ ახარ და ვიღაცის კავშირში შეიძლება არ იყო, ეს უბედურებას კი არ ნიშნავს. ეს შეიძლება პირიქითაც არის, რომ ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და ვეცდებით იმ პოლიტიკით, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ, ჩვენ ხო ვინმეს არ ვებრძვით, კაც, ყველასთან მიმართებაში გვაქვს ჩამოყალიბებული ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ არავის ინტერესს არ ასე ვთქვათ, ვაზიანებთ და არსებობს ეს გარემოებები, რომ აქ ჩვენ დიპლომატიური კუთხით იქნება სხვადასხვა საშუალებებით, რომ ეს პოლიტიკა ვაწარმოოთ და ვაწარმოებთ კიდევაც სამეზობლოში, ძირითად ნაწილში ამას ვახერხებთ კიდევაც და ეს ყოველდღიური პროცესია. რა თქმა უნდა, ხვალაც უნდა გაგრძელდეს. ეს არის პოლიტიკა, რომ შენი ინტერესიდან დამოუკიდებლად დაწარმოო შენი პოლიტიკა და თუ რამე, ასე ვთქვათ, ღირებულებით ნაწილში ვინმესთან თანხმედრაში იქნები, მაგაზე კარგი რა არის. ეკონომიკის კუთხით იქნება ეს თემა თუ პოლიტიკური ნიშნით, რომ შენი ინტერესები დაიცვა, შენი ქვეყანა უფრო გააძლიერო, შენი ქვეყანა უფრო მშვიდობიანი და სტაბილური გახადო. ეს არის ჩვენი мотиваცია. ამაზე ვდგავართ და ეს უნდა დაიჯეროს ჩვენმა საზოგადოებამ და უნდა მიხვდეს, რომ ეს ძალები, რომელიც ეხლა ამ სულს რომ მღაფავს, იმ ძალების საფარქვეშ არიან და კიდევ რაღაცას ახორციელებენ, არაფრის ძალა აღარ აქვს. უბრალოდ ჩვენ
სხვა საშუალებას არც ვიხმართ არასდროს იმისთვის, რომ მკაცრი რაღაცა ჩარევებით ამ ადამიანებს მოვიქცეთ ისე, რომ გავწიოთ მთლიანად იმიდან საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. ეს თავისთავად ხდება უკვე და ხედავს უყველა ამ ყველაფერს და მაგრამ რა მაქვს რაზე ვთქვი ეს, იმიტომ რომ კიდევ არის შესაძლებელი კიდევ ერთხელ უბრუნდები რას ქრისტიანული ქვეყანა ვარ, ქრისტიანული სამს იძლევა ამის შესაძლებლობას, რომ ამ ადამიანებმა ჩაიხედონ თავის თავში ეს სასოწარკვეთის შემდეგ აუცილებელი რომ დაინახონ შეცდომებიც და რეალობაც და დაბრუნდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და თუ მე იმაზე მაქვს საუბარი, რომ ვინც აი გულანთებული პატრიოტი ეგონა თავი და საქართველოსთვის ბრძოლობდა და დაინახა, რომ მართული მარიონეტი იყო, მარიონეტების ხელში აღმოჩნდა ეს ადამიანი. ამას უნდა მოერიოს. თუ ამას ვერ მოერება, რა თქმა უნდა, დარჩება ამ პროცესში და ვერავინ ვერ უშველის. რაც არ უნდა ვეცადოთ, ჩვენ ვერ უშველის. ყველა ადამიანს საკუთარი პასუხისმგებლობა აქვს, როგორც თავის სამშობლოსთან, ისე თავის თავთანაც. ეს უნდა გაიაზროს კარგად და ამ ნიშნის მოგებით შეიძლება იქნება ყოველთვის საუბარი, მაგრამ ეს უნდა მოახერხოს. ახალგაზრდებზე მაქვს, იმიტომ რომ წინა მთელი ცხოვრება და გამოჩნდა კიდევაც და გულის ტკივილით აღნიშნავ ხოლმე. რა შეურაცხყოფებს არ ვისმენ მათი მხრიდან, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩვენი სიცხი და ხორცია და იქნებ გადარჩენ და იქნებ სხვა მიმართულებით დაინახონ ეს ყველაფერი. მაგრამ ეს ჩემი რჩევა არის, სახელმწიფო სწორ გზაზე დგას და ვინც ამას ხედავს, ის აუცილებლად ჩადგება ამ პროცესში და ჩამდგარიც არის და ხორციელდება ეს პროცესი და ვითარდება ქვეყანა და კვირა არ გავა და თვი არ გავა, რაღაცა შეფასებები არ ხდებოდეს სხვადასხვა მიმართულებით, კორუფციასთან ბრძოლა იქნება, გამჭვირვალობის თემა, ადამიანის უფლებების, სასამართლო სისტემა, ეკონომიკური საკითხი, ეს ხო ფაქტები, ამას ვინ უარყოფს? ვერავინ ვერ უარყოფს. ანუ ქვეყანა ვითარდება. ეს არის რეალობა და ის არარეალობა, რაშიც მათ აცხოვრებენ და ყოველ დღე რაღაცა დღეებს რო ითვლიან და გამოყავთ და რას აპროტესტებენ, როგორ აპროტესტებენ და დღეს ესეთ თავში ვერ უდავს ეს საკითხი. სად არიან კაცო ეს პროდასავლელები? ტრამპისკენ არიან თუ ევრობიუროკრატიისკენ? ფაქტია, რომ ევრობიუროკრატიისგან იმართებიან. რა სასაცილო მდგომარეობაში აი ეს მაგალითია იმისთვის, ჩვენ ყოველთვის ამით ხელმძღვანელობთ, ვინმეზე დამოკიდებული რო ხარ და ვინმეს დირექტივით. რაც არ უნდა სწორი იყოს და იმ დროს შენი ქვეყნისთვის შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ხელს რომ მოვაწერ, რომ აი რაღაცა წაგძლევს ხო და რაღაცა ხელისუფლებაში ყოფნა გინდა და ჯანდაბას და ვიქნები მე ამ შემთხვევაში და იქნებ ხელისუფლებაში მოვიდე, ის აღარ მოგეშვება. ეს ისტორიული მნიშვნელობის საკითხია და გამოცდილება არ და უნდა იცოდენ, მაგრამ ცდუნებაა, ხო? ზოგს ცდუნება აქვს, ზოგს ვერ ერევა თავის თავს, ზოგს ხელისუფლებაში უნდა, ზოგი თავიდანვე არის ამ ყველაფერში ჩართული და ეს გამოიკვეთა, ეს ხალხი ვინც ამ ყველაფერში უკვე ხელმოწერილია და არის, იმათ აღარაფერი ეშველებათ, მაგრამ სახელმწიფოს თავისი როლი აქვს, თავისი ვალდებულებები აქვს, რომელშიც ყველა ჩვენთაგანს აქვს თავისი, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობა. და ვერავინ ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ რამე სხვანაირად გააკეთოს. ჩვენ აი ამ გზაზე ვდგავართ. არა გვაქვს ჩვენ უფლება სხვანაირად მოვიქცეთ და არ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები და ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი არ გავხადოთ. აი ეს არის ესა რეალობა. ამერიკას და ევრობიუროკრატიას შორის განსხვავებაზე ვლაპარაკობდით და აი ეს ჩვენი ადგილობრივი აგენტურა, რომლისკენ არის, მე არ ვიცი რომლისკენ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ევრობიუროკრატიისგან იმართება ყოველ შემთხვევაში და ამაზე მინდა დაგისვათ შემდეგი კითხვა. მოკლედ, ზეწოლას ბევრი ფორმა აქვს და თითქმის ყველა ფორმა გამოვცადეთ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, მათ შორის გამოვცადეთ ისიც, რომ დიპლომატები, რომლებიც პოლიტიკურად ყველაზე მიუკერძოებლები უნდა იყვნენ, განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, სადაც მივლინებული არიან დიპლომატიური მისიის შესასრულებლად. ფაქტობრივად მიტინგებზე დროშებს აფრიალებდნენ, სიტყვით გამოდიოდნენ, რა ვიცი, გადაასწრეს ადგილობრივ პარტიებს, რადიკალურ პარტიებს გადაასწრეს, ესე იგი პოლიტიკური ლოზუნგების ფრქვევაში. და ეს დღემდე გრძელდება. ამერიკიდან შეიცვალა სიტუაცია, მაგრამ ევროპიდან არათუ გაგრძელდა, არამედ გაძლიერდა კიდეც. სულ ბოლო შემთხვევა მინდა ახლა გავიხსენო, ბრიტანეთის ელჩმა გამოიჩინა თავი ამჯერად რამდენიმე დღის წინ. მან სტუდენტებთან ისაუბრა და ნაცვლად იმისა, რომ თუნდაც რამე განმარტება გაეკეთებინა, კარგი ბუდიშთ რომ არ მოიხდეს, ეს გავიგეთ, მაგრამ თუმცა რატომ არ ვიცი, მაგრამ გავიგეთ. ნაცვლად იმისა, რომ რამე განმარტება გაეკეთებინა მაინც იმ
ეგრეთ წოდებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომელიც BBC-მ შემოგთავაზა. კიდევ აქეთ გადმოვიდა შეტევაზე, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ჩვენი კანონები, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება. რა უფლება აქვს ელჩს საზოგადოების უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება აკრიტიკოს, არ ვიცი. მოკლედ, ასეთი რეალობა გვაქვს. და რას უპასუხებდით თქვენ მას და მის დაგვარ ელჩებს, რომლებიც, რა ვიცი, ვენის კონვენცია აბსოლუტურად ფეხქვეშ გათელეს უკვე და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ კი ბატონო გავიგეთ რომ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით, მაგრამ აი მეორე მხრივ ალბათ რაღაცა ასევე უნდა გავაკეთოთ, ხომ, ასევე იმისთვის რომ მათ კონდეს განცდა რომ ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავის დაცვა. გასაგებია, არ არის ეს განსხვავებული მიდგომა ამ ელჩის მხრიდან, რაც წინა ელჩებმა განახორციელეს, ევროკავშირის ელჩის ქმედებებით შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგრამ რა არის ყველაზე ასე ვთქვათ, მკაფიოდ გამოსაკვეთი, რომ სხვა ქვეყნები რომ არ მოვიყვანოთ მაგალითად და საქართველოსთან მიმართებაში როგორ იქცეოდა ევრობიუროკრატია, ევროკავშირის წარმომადგენლები, ელჩები, ევროპარლამენტარები, აი პირდაპირ გეგონება, რომ ეს საკითხი ევროპასთან მიმართებაში სტრატეგიულ დოკუმენტში მოცემული, აი საქართველოს მაგალითით შეგიძლია იმშელო, აი რომ შევხედო მე რა ზეწოლები, როგორი დამოკიდებულება, არასამართლიანი ორმაგი სტანდარტი ეკონომიკასთან მიმართებაში, ომთან მიმართებაში ერთ-ერთში ის შეფასებები მე ამ დოკუმენტში მოცემული, რაც ევრობიუროკრატიასთან და ევროპასთან მიმართებაში აქვს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ამ მოცემულ საკითხს, რომ აი პირდაპირ შეგიძლია იმსჯელო საქართველოსთან მიმართებაში დაინახეს ეს ყველაფერი და ამიტომ ჩამოვაყალიბეს. აი სხვა ქვეყნებს რო არ შევეხოთ. რატო საუბრობ ამას, რომ ეს მილევადი, ეს დამოკიდებულება, ჩვენ ხო ვიცით, რომ ევროკავშირის ელჩი შეიძლება პიროვნულად, აბსოლუტურად განსხვავებულად აზროვნებდეს, მაგრამ რადგან ამ ბიუროკრატიის ნაწილია, მას უფლება არ აქვს სხვანაირად ისაუბროს და სხვანაირად მოიქცეს, ეს პირდაპირ დავალებას ასრულებს. ეს დავალება ვენის კონვენცია ახსენეთ, მაგრამ ვენის კონვენციაზე მაღლა, ამიტომ შებრუნდა, ასე ვთქვათ, ევროპა და ამ ღირებულებებს დაუპირისპირდა და არაფრად აღარ აგდებს არც სამართლიანობას, არც ადამიანის უფლებებს, არც პოლიტიკურ თავისუფლებას. ამ იდეოლოგიის საფარქვეშ არიან, ამ ბიუროკრატიის ჩამყაყებული ბიუროკრატიის საფარქვეშ და დავალების შემსრულებლები არიან და იმიტომ ეხამუშებათ დიალოგშიც ვერ მოდიან, განა არ იციან რომ ამ ყველაფერს არ ღვევენ, მაგრამ რადგან დამოკიდებული არიან ამ ბიუროკრატიაზე, ამ რაღაცა მილევად რა დავარქვით ჩვენ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიაზე, რომელიც სულს ღაფავს ეხლა და ვეღარ განვითარდება პირდაპირ არის მოცემულობა და თუ ევროპა ამ ყველაფერს არ დაუპირისპირდება, ევროპის გაქრობაზეა საუბარი, ხომ და იქ დაიწყეს ძალებმა ყველა ქვეყანაში თითქმის კონსერვატიულმა და ასე ვთქვათ მემარჯვენე ძალებმა და ისე და საზოგადოების პროტესტი როგორ შეიძლება არ იყოს გამოწვეული, როცა ესე დღეში არის ჩავარდნილი ევრობიუროკრატიის საშუალებით ევროპული კავშირი, ხო? ყველა პარამეტრით და ყველა მიმართულებით, ხო? ამ ხელა რესურსების, ამ ხელა სიძლიერის, ასე ვთქვათ, ქვეყნები, ხო? და როგორი რეგრესია. და ეს ყველაფერი იმიტომ ხორციელდება ჩვენთან ეს პირდაპირ მნიშვნელობით, რომ ამათ ემსახურებიან, ეს BBC-ს თემაც, ხო? პირდაპირ აი სტატისტიკა შეგიძლია მოიყვანო რა იყო BBC მაგალითად 20-30 წლის წინ მისი რეიტინგი და დღეს რა არის და რატომ არის ეს რეიტინგი, ვინ გაუფუჭა ეს რეიტინგი, აი ამ დამოკიდებულებებმა, ამ არასამართლიანმა ჩვენ რო ვიცით, ჩვენმა საზოგადოებამ წარმოიდგინეთ, ჩვენ ხო ვიცით სააკაშვილთან მიმართებაში ყველა თითქმის რა სააკაშვილის მომხრეებმაც ხო იცოდნენ, რომ ეს რაღაცა შოუებს გავდა იქ და არაფერი არ ჭირდა და იმისთვის კეთდებოდა, რომ სწორედ BBC-ზე და CNN-ზე გაეშვათ ის რეპორტაჟი, რომ ის იწამლება და კვდება და ფული იყო გადახდილი. ექსპერტებში, აი ლობიზმმა, ფარას კანონმა ხო წარმოაჩინა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის მათი სისტემა. ზუსტად, აი ეს არის უბედურება, რომ ეს სისტემა და ამ სისტემის ნაწილი ესენი ყველა არიან.
ის კი არ შერცხვათ რომ და ბოდიშიც კი არ მოიხადეს. აი ეს 27 ელჩი დემარში რომ მოუწყო ჩვენს იუსტიციის მის ბოდიში მოიხადეს სტრასბურგმა შემდეგ როგორც სწორად იყო შესაძლებელი დაალაგა ეს პროცესი და არავინ არ აწამებდა მშვენიერ პირობებში ბრძანდებოდა ეს ვაჟბატონი და არავითარ წამებას არ ქონდა ადგილი. იგივეა დღესაც, ხო? აქ სხვა რამესია თემა და ეს უნდა გაიაზროს ჩვენმა საზოგადოებამ BBC-ს რეპორტაჟი რასთან იყო დაკავშირებული რომ სწორედ ეს ძალები რომელიც ნელ-ნელა სულ ზღაფავენ ამ სიტუაციაში და ესე დაპირისპირებაში არიან არ არის გამორიცხული რომ სადღაც გამარჯვების საკითხად აქვს წარმოჩენილი ეს პატარა ქვეყანა ამაზე შეიძლება რეაგირება არ ქონდეს და მოდი განვახორციელოთ ეს ჩვენი მიზნები უკრაინა არ გამოუვიდა ევროკავშირი სულ ზღაფავს ამერიკასთან პრობლემები შეექმნა და იქნებ საქართველოში მოახერხოთ მცირე გამარჯვება რომ რაღაცა სახით გავიხანგრძლივოთ ჩვენი არსებობა ამაზეა საუბარი და ჩვენ ეს ხო მანამდე საუბრობდით იმიტომ საუბრობ რომ ეს ხა იყო რასაც ტრამპი საუბრობს ამაზე ხო ჩვენ სანამ ტრამპი მოვიდოდა ხელისუფლებაში ჩვენ საუბრობდით ამ ყველაფერზე ჩვენ მიუთითებდით ევროკავშირს ჩვენ მეუბნებოდით რომ კაცო უარს ხარ გეუბნები რას ვინ არის არასამთავრობო ორგანიზაციები აი რასაც ჩვენ საუბრობდით ვისაც ჩვენ დაუპირისპირდით მაშინდელ ამერიკის ადმინისტრაციას აბა დაიხსენეთ ჩამოთვალე დღეს უკვე პირდაპირ გამოვიდა რუბიო და იძახის რა არასამთავრობო ორგანიზაციები გავწიეთ ეს არასამთავრობო აღარ იქნებიან პირდაპირ კავშირი გვექნება ხელისუფლებასთან საიდან არის ეს გამოწვეული ჩვენ რას ვითხოვდით რომ შეკაი ადამიანო ჩემი პარტნიორი თუ ხარ სტრატეგიული შენ მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია მე აქ რევოლუციას მიწყობს ეს როგორ არის პარტნიორობა რანაირი დამოკიდებულებაა ეს ხო გაიაზრეს ეს არის მოცემული ამ უსაფრთხოების დოკუმენტში ეს მოცემულობაა რომ ეს არის სიმახინჯე დაიჯერეს იმათმაც ხო სოფლიო პოლიტიკა ხო იცი როგორ რამეა რაღაც შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება ძლიერდებიან ქვეყნა მაგრამ ეს რომ უკვე ვადაგასული იყო ეს თემა და ამოტივტივდა ეს ყველაფერი ამ USAID-ის და NED-ის საშუალებით და პირდაპირ თავად ამხილეს ეს ყველაფერი ეს ხალხი აი ეს გარეთ ვინც არის ესენი ხო ყველა ამაზე იყვნენ დამოკიდებული არც ხვენიათ რომ გამჭირვალობის კანონზე დღემდე რომ კიდევ რუსულზე აქვს აქცენტი ვინმე ისაუბრებს ხვალ აღარავინ ისაუბრებს რუსულზე მომავალი ხო უნდა კონდეთ რა პოლიტიკა უნდა აწარმოონ ამ ელოდებიან ეხლა დაკვეთას ამ სიტუაციაში საიტნოტში არის იმიტომ ვიძახი რომ გაბედოს აბა ვინმე და ტრამპი გააკრიტიკოს საიტნოტში არის ვერ ბედავენ კაია კალასის პასუხი ხო ნახეთ არა ჩვენ რაღაცა ის ბორელი გამოვიდა რომელიც პენსიაშია წასული და იმან გააკრიტიკა აბა მოქმედი იყოს თუ გაბედავდა კუდი გამოგვიცხადაო ხო აბა მოქმედი იყოს თუ გაბედავდა ვერ გაბედავდა მაგრამ ეს არის რეალობა და ეს ხალხი აი აქ ამდენს რომ ვაბედინებთ რა და მაინც მაგრამ კარგია რომ თავად მიხვდნენ იქნებ რა არ მივცევთ იმის საშუალებას რა ჩვენ ბევრი ეტაპი გავიარეთ გამოცდილებად შევიძინეთ და ძალიან გაძლიერდა ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ინსტიტუტები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. ეს აი სასოწარკვეთის ბოლო ნიშნებია, რაც BBC-მ ჩვენს მიმართ განახორციელა და არ ვიცი ახლა კონსერვატული ძალებიც იყვნენ ჩართული რაღაც პროცესებში ამ არაბიზაციის თემაზე. ესაც ერთ-ერთი მიმართულებაა. კავშირშია. შეიძლება პირდაპირ კავშირში ეხლა ახსნიდა იქ ვინც არის, პროტესტის რომის აგორებასაც ცდილობდა. ადამიანები დასაფასებელი არიან თუ იმ შეგნებით ვარ მე რომ ჩემს ქვეყანას რაღაცა ემუქრება კაცო, რომელიღაცა სხვა ერის რაღაცა მოსახლეობა უნდა შემოვიდეს და ჩემი ქვეყანა ეხლა დემოგრაფიულ პრობლემას ჩავარდეს და ის ხალხი უნდა დასახლდეს ამ შემდეგ ამ შეგნებით და ამ мотивაციით რომ იმას ესაუბრები შენ მოქალაქეებს რა თქმა უნდა ეს პროტესტს გამოიწვევს მაგრამ უყურე რაშია საქმე რომ ფრთხილად იყვნენ ეს ადამიანები შეიძლება აი ეს ხაზი რომელიც BBC-მ გააჟღერა BBC-სთან ერთად ეს არაბიზაციის თემა ერთი და იგივე პატრონი ყავს ამას და ამ ერთი და იგივე პატრონის მნიშვნელობა ამ ვითომ თითქოს მომიჯნავე ამ ძალას და ამ კონსერვატიულ ფლანგს შორის ესენი ხო ერთმანეთთან ვერ არიან ხო შეიძლება ხო თქვა არსებული ეს
აგენტურა რადიკალურებთა და ეს კონსერვატიულთა უბრალოდ სხვა მიმართულებით არიან თითქოს, ხო? და არაბიზაციის თემაში გაერთიანდნენ. ეს არაბიზაციის გაერთიანების თემა შეიძლება პირდაპირ ასე ვთქვათ პატრონი არ ყავთ, მაგრამ შუამავლის საშუალებით ხდება ეს ყველაფერი. ეს უნდა გაიაზრონ, რომ რატო ხდება ამ შემთხვევაში მათი мотивация იმისთვის, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყონ არარსებული თემისგან რაღაცის, ასე ვთქვათ, წამოწევა. ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა, ვერ დავარქმევთ, იმიტომ რომ ამ სიტუაციაში, როცა ეს მიზანმიმართული ქმედება ხდება, არაფერთან კავშირში არ არის. 8-ჯერ და 10-ჯერ იყო ახსნილი ამ ინვესტიციის შესახებ, ძალიან კარგი რამ ხდება სახელმწიფოსთვის, ამხელა ინვესტიცია. დიდი ხანია საქართველოში, მე ვიტყვი, არც მახსოვს, რომ ამ ასე ვთქვათ, მასშტაბის ინვესტიცია განხორციელებული. ეხლა ვხედავთ, ხო, ევროპის ქვეყნებში, აგერ გუშინ წინ გამოყვება და იტალიაში, რომში აქვს უდიდესი, ასე ვთქვათ, პროექტი გასანვითარებელი და შემდეგ. ეს პროცესი, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ხელისუფლება, მიგრაციასთან დაკავშირებით, სხვადასხვა კუთხით, რომ ეს პროცესები მართლაც თუ საშიშროება, აქ კანონმდებლობის თემა არის და არა, ასე თუ ინვესტიციის განხორციელება და ამას ჩვენ ძალიან კარგად ვაკონტროლებთ და მსგავსი არაფერი არ ემუქრება ჩვენს ქვეყანას. გაიაზრონ კარგად, ვინ აძლევს ამ დავალებებს და თუ ამ დავალების ქვეშ მოქმედებენ, მათ პასუხისმგებლობაზე და მას სინდისზე იყოს. მე ამას ვეტყოდი, მაგრამ მოუწევთ ამის გადააზრება. არა შეიძლება ყველა იმ ადამიანს, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით იგებს ამ ყველაფერს, რას ქვია, ხა არაბიზაცია თუ ემუქრება ჩემს სამშობლოს, რა თქმა უნდა გავაპროტესტო, მაგრამ აი დავალების შემსრულებელი როცა ხდები და ამ мотивациას გიქმნია, რომ შენ ეხლა ხელისუფლება ესეთ რამეს ახორციელებს და იმის წინააღმდეგ უნდა წახვიდე, აი იმაზე ამ საუბარზე არ არის განსხვავებული მეთქი, ამის თქმა მინდა, რომ თითქოს ესენი ერთმანეთს ემიჯნებიან, მაგრამ სინამდვილეში აი ამ ერთ ძალას ემსახურებიან. ეს ერთი ძალა არის მოტივირებული იმისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფო, რომელმაც დაიწყო სტაბილური განვითარება, სამშვიდობო პოლიტიკა აწარმოა, ეკონომიკა განავითარა, ნელ-ნელა ამ ინსტიტუტები ძლიერდება და მომავალში ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკა იმდენად მნიშვნელოვანი ხდება, რომ წამყვანი იქნება მსოფლიო პოლიტიკაში ის, რაც ჩვენ ამ მოკლე პერიოდში ჩვენ განვახორციელებთ და ეს არ არის პროცესი, რომ რამე უნდა დამთავრდეს. კიდევ უფრო მეტად ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ ეს ჩვენი პოლიტიკა კიდე განვავრცოთ და უკეთესი გავხადოთ, მაგრამ ამას თუ ვერ ხედავ, რომ შენ ამისთვის გამოგიყვანეს გარეთ და ეს რომ ხდება, რომ საქართველოს ვითარდება და ამის წინააღმდეგ გამოყავ ხარ, ამაზე უნდა დაფიქრდე. თუ შენ მართლა პატრიოტი ხარ და შენი სახით ხო დაინახავს რეალობაა და სტატისტიკაა, ვინ შემოვა და რა შემოვა და ვინ რას იყიდეს, ეს ხელის გულზე დევს და ვერავინ ვერ განახორციელებს ამას. ზღაპარია ეს ყველაფერი, მაგრამ თუ გინდა რომ შენ უკეთესი გახადო ქვეყანა ვიდრე დღეს არის და ამაში შემეჯიბრე, კაცო, მოიტანე შენი პროექტები, მოიტანე, შენ განახორციელე რამე და დამანახე, რომ სახელმწიფოს კი არ ებრძვი. არამედ შენ უკეთესი გინდა რომ გააკეთო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ხო ხედავ რომ შენ იმძან ინფორმაციებიც გვაქვს, ესე არა ვარ ჩვენ ზეპირად ხედავთ რაღაცას. ინფორმაციებიც გვაქვს, რომ ერთი და იგივე ძალა, როგორც სხვადასხვა საშუალებებიდან შუამავალი ყავდეთ, ისე ყავთ დარაზმული როგორც ეს რადიკალები. აი ეს არის პროცესი, რომელსაც რა თქმა უნდა ჩვენი საზოგადოება რომელს იმედზეც ვართ და არ შეიძლება მის გარეშე რომ ჯერ ერთი აი ეს სიმახინჯე რო შემოქონდათ რომ ხალხი სხვა და ხელისუფლება სხვა წლების მანძილზე არჩევნები, კაცო, დოიჩე ველესთან განვაცხადე. ნახეთ ყველა არჩევნები, გადახედეთ სტატისტიკას. არჩევნები ერთ-ერთი თემაა, რომლითაც ასევე ცდილობენ ზეწოლას დღეს საქართველოზე, მათ შორის ყველა არჩევნების შედეგს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მტკიცებულება და ვერსიაც კი არ აქვს საერთოდ როგორ შეიძლებოდა რამე манипуляცია მომხდარიყო ამ არჩევნებში, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებზეც და უშუალოდ პრეზიდენტი თქვენ წინამორბედი სამწუხაროდ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ხანდახან დღემდე პრეზიდენტად მოიხსენიებს საკუთარ თავს, ეს არ ვიცი რომელი კონვენციის დარღვევაა, მაგრამ ნუ ასეა, ასეც ხდება ხოლმე და მე მინდა აი გამოვიყენო ეს საშუალება და კითხოთ, რომ აი რას ეტყოდით მას და მასთან ერთად სხვებს, აი ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც
აი ასეთი მეთოდებით ცდილობენ არა კონკრეტულად ხელისუფლების, ან პრეზიდენტის ინსტიტუტის, ან მთავრობის, არამედ მთლიანად საქართველოს როგორც სახელმწიფოს დისკრედიტაციას. არაფერი განსხვავებული, ანუ ამ ქალბატონს მისი გამარჯვებისთვის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ, რომელიც დღეს მხარდამჭერია ჩვენი ხელისუფლების, არსებული პოლიტიკის, აი იმ საზოგადოებამ პირად შეურაცხყოფაზე გადავლით ბევრმა ადამიანმა, რომელსაც მართლა არ ეპრიანებოდა იმ ადამიანის პრეზიდენტობა და თავის თავს გადააბიჯა იმისთვის, რომ ის უცხოძალა არ მოსულიყო და მას გაემარჯვა ეს ადამიანები ამდენი ბრძოლის, ამდენი ასე ვთქვათ, ძალისხმევის ხარჯზე ეს ქალბატონი პრეზიდენტი გახადეს, ამ ადამიანებს შემოუტრიალდა და ესეთი შეურაცხყოფა მიაყენა და დღესაც რო საუბრობს, რომ მე ლეგიტიმური ამ ადამიანების მიერ არჩეული, რომელსაც უპირისპირდება, ბედავს, რომ მე ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ, იმათთან ერთად დგას, იმ ხალხთან ერთად, ამით პოზიორობს საერთაშორისო დონეზე, იმ ხალხთან ერთად, რომელმაც იმ არჩევნებში აღარ მინდა ეხლა ის ეპითეტები იმ სიტყვებს ნუ გავემეორებთ, მაგრამ არ ვიცი, აგენტი, მოღალატე, ყველაფერი არ დარჩენილა. ათვლიდა მას პრეზიდენტად და მათთან ერთად დგას იმ ადამიანების არჩეული, რომელსაც ყოველ დღე ესეთ შეურაცხყოფას აყენებს და ნუ არასერიოზულია ამ ქალზე საუბარი. იმის მერე რაც ჩვენ გადავიტანეთ და ეს რეალობა და ეს სურათი საქართველოში რაც ხდება ეს რო ვერ გაანალიზებ და ადამიანები რომლებიც სულიად უანგაროდ გვერდში დაგიდგენ და ის არ დააფასე და იმის წინააღმდეგ წახვედი ნუ გასაგებია რატომაც გააკეთა და რატომაც არის ამ ფერხურში ჩამდგარი ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და აღარ მინდა ამ ქალბატონზე საუბარი არასერიოზული მაგრამ არჩევნების თემა არის ინდიკატორი ყოველთვის მარტივად არის შესაძლებელი. რაც არ უნდა მოწინააღმდეგე იყოს ჩემიც ქართული ოცნების, ხელისუფლების არ მოწონდეს კურსი და ასე შემდეგ, ხო? მარტივად არის შესაძლებელი. ერთი დღე ვერ გაჩერდები ხელისუფლებაში. ერთი დღე თუ რასაც ესენი ამბობენ, სიმართლეა. გამორიცხულია და მთელი უბედურება რა არის და რას ვერ იგებენ იცი ეს ადამიანი, რატო არიან მუდმივად ამ წაგებულის პოზაში. რომ ქართველი ადამიანი ვერ შეიცავს, ეხლა ამ ჩემ წინამორბედებს ვსაუბრობ. ქართველ ადამიანს არ იცნობ. ესე იგი, რამდენად შეურაცხყოფელია. შენ წარმოგიდგენია და არც დაუმალავს, კაცო, ერთ-ერთი ვინ იყო ეხლა სულ ახლახანს, მე მგონი კაკო ბობოხიძე იყო, ნახირი უწონდა საზოგადოებას, ვინც ქართული ოცნება. აი ესეთ შეურაცხყოფას აყენებენ ხალხს. ქართულ ადამიანს, თითქოს ის უგუნური იყოს, ბნელი იყოს, ვერ არჩევდეს კარგს და ცუდს, სად არის ასე ვთქვათ, მისი განვითარების ასე ვთქვათ, მომავალი და ასე შემდეგ. ესე ბნელად თვლიან ეს ხალხი ჩვენ საზოგადოებას და მეორე შემთხვევაში უნდათ რომ აი რო ჭირდებათ გარედან დავალებით რომ გვერდში დაუდგენ. ვინ რატო უნდა დაუდგეს და ვინ უნდა დაუდგეს? რაც არ უნდა მომწონდეს მე. და მოწინააღმდეგე ვიყო ქართული ოცნების. ამ ადამიანებს, რომელიც ესე შეურაცხყოფას აყენებენ საკუთარ ხალხს, ესე მოიხსენიებენ კარტოფილი და რაღაცას რას აღარ უწოდებენ, ხო? წარმოიდგინე. ეს ხო ხელის გულზედებს, წარმოუდგენელიანი, ვერც ერთ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, რომ მსგავსი, ასე ვთქვათ, რეალობა, რასაც წარმოაჩენენ ეს რადიკალურთა გარედან დავალებით ეს იყოს და ეს რეალობა შენარჩუნებული იყოს ხელისუფლების მხრიდან. გამორიცხულია ზუსტად, აი გამორიცხულია და ამას ვერც გაიგებენ, იმიტომ რომ ისინი საკუთარ ამომრჩევლებს არ ელაპარაკებიან. პირიქით ღალატობენ. აბა ეხლა ჩვენ რომ კიდე ცალკე გადაცემა შეგიძლია დაუთმო, რა დღეში არიან, ან ერთმანეთს როგორ ესაუბრებიან, რა შეურაცხყოფებს დღეს, ხო? ან ხალხი, ვინც მათი მომხრეა, რომელ პოლიტიკოს, აი ვინმეს აქებენ, პირიქით თუ გაწეულიყავთ გვერდზე, აღარავინ დარჩათ, ვერც ვერავის პოულობენ, აი ესეთ საიტნოტში, ესეთ დღეში არიან. ეს გარდაუვალი იყო. გაიხსენეთ, შეგიძლიათ, აგერ არქივი არსებობს, ამაზე ჩვენ საუბრობთ, კაცო, 3-4 წლის წინ ამაზე საუბრობდი. როცა მე მაგინებდე, მე მაშინ მოუწოდებდი ახალგაზრდებს, ეს დრო დაგიდგება თქვენ.
გამორიცხული ეს დღე დაუდგებოდათ ეს სასოწარკვეთის. იმიტომ რომ სიცრუეზე და მე ხო ვიცი რაზე ქონდათ აქცენტი გაკეთებული. კატასტროფა ხო? და არასამთავრობო ორგანიზაციების გამო ამდენი ხალხი გამოვიდა, რომ მათ არ წარმოედგინათ ის ფინანსები, რომლის საშუალებითაც რევოლუცია უნდა მოეხდინათ, ხო? უხეშად რო ვთქვა. ამაზე იყო საუბარი, რომელიც პირდაპირ აკრძალა დღევანდელმა ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებული შტატების. ეხლა შენ თავს ხო უნდა დაუსვა კითხვა, მე რო გამოვედი ეს გულანთებული და ევროკავშირის დროშებით, უკრაინის დროშებით და რაღაცას ვიცავ, დღეს სადა ვარ, კაცო? მე ეხლა ამ ხელისუფლებას აზეც ვებწოდი, გამოვიდა რომ ამას ეს ყველაფერი ჩემმა ხელისუფლებამ კი არა, პირიქით დაეხმარა აგერ და ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ განახორციელა პირდაპირ გააუქმა ეს არასამთავრობო ორგანიზაციები. პირდაპირ. სადავ შენ თავს ხო უნდა დაუსვა, კი სადა ვარ, კაცო ეხლა მე. ძლიერია და იმის კრიტიკას ვერ მოახერხებ ეხლა მე, აბა გაბედონ და დაუპირისპირდნენ ამერიკის შეერთებულ შტატს. პირიქით, კაცო, ეს უნამუსოები ეხლა ბოლოს იმის ამერიკის დროშებით გამოვიდნენ. ტრამპის პლაკატებით გამოვიდნენ. აი ესეთი უსუსური, არ ვიცი ხა რა დავარქვა, ხო რაღაც მეგობარი აქტის ხარჯზე დამოკიდებული თითქოს რომ იმან შეუცვალოს რეალობა და იქნებ რაღაც მოხდეს. ამ უსაფრთხოების დოკუმენტს რას უზავენ ეხლა? რა მეგობარი აქტი? ის ვინც ტრატყავდა წინა იმაში სტრატეგიებში გამოყვანილი, ისიც არ აყავს ტრატ და პირდაპირ ასე ვთქვათ სხვა კუთხით არის მოხსენიებული, რუსეთზე მაქვს საუბარი და ჩინეთთან ვაჭრობის თემებზეა საუბარი, ეს ხო საკითხია, მაგრამ ეს ხო უნდა გაიაზრო შენ თუ რაღაცაზე პრეტენზია გაქვს, გამოდი ხან YouTube-ზე და ხან იმაზე და რაღაცა სისულელეებს როშავ. ამას ჩვენ ნელ-ნელა ერთხელ მე მგონი TV პირველი ჟურნალისტი იყო და მე როცა რაღაცას რომ მოусმენენ, ჩაავლებენ და მე ამით აფიშირებას აკეთებენ, რომ აი რა თქვა პრეზიდენტმა, რომ მე ვუთხარი თქვენ ან აღიარებთ არსებულ რეალობას, ან მოგიწევთ გაწევა და ეს პირდაპირ ნიშნავდა რომ ჩვენ ახლა რაღაცას ტელევიზიას ჩაუხშობთ ან რაღაც ამ კუთხით უნდათ განავითარებინოთ, მაგრამ ამაზე მაქვს საუბარი, რომ არსებული რეალობა ვერ შეიცვლება ელემენტარული თვალსაზრისით, რომ საქართველოს საზოგადოების უმრავლესობა, ჩვენი მოსახლეობის ძალიან კარგად ერკვევა ამ პროცესში, ხარში უდგას ამ პროცესს, რა თქმა უნდა, კრიტიკულიც იქნება ხელისუფლების მიმართ რიგ საკითხებში. ჩვენ რადგან გადავწყვიტეთ, რომ მოცემულობაა, რომ არ შეიძლება ამით განვითარდეს ქვეყანა უფრო სწრაფად, თუ არსებული პოლიტიკური აქტორები, ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები, ესენი არ არიან. ეს ველი უნდა გაიწმინდოს. იმიტომ ვახსენე მე რიგი კონსერვატორი, ასე ვთქვათ, ფრის წარმომადგენლები, რომ კარგად დაფიქრდნენ ამ მოწმენდილ ველზე, კი ბატონო, უნდა შემობრძანდეთ და აწარმოოთ ღირსეული სამართლიანი და სახელმწიფოებრივი პოლიტიკა და არა ვინმეს დაკვეთით, რომ იქნებ რაღაც გამოურჩენაზე ვიყო ეხლა და ამით ვისარგებლო და საზოგადოება ჩემი ხელისუფლების წინააღმდეგ განვაცხო. ეს კარგად უნდა დაფიქრდნენ. ხვალინდელი დღე აუცილებლად დადგება, გაიწმინდება ეს ველი და გამოჩნდებიან დარწმუნებული ვარ, როგორ შეიძლება არ გამოჩნდნენ საქართველოში პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ღირსეული წარმომადგენლები. გამორიცხული ეს ორჯერ 2-4, მაშინ არც უნდა გჯეროდეს. არა. ხო, რა თქმა უნდა, კაცო, ოპოზიცია იქნება და იქნება ადამიანები, რომლებიც მე რო ვხედავ დღეს, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემზე უკეთ დაინახავენ რაღაცეებს და ეს გარდაუვალი პროცესი ცვლილების განსხვავებული ხედვის, ოღონდ სახელმწიფოებრივად, აი ამ პოლიტიკის განსაზღვრელი, რომ ყველამ უნდა ამ სახელმწიფოში ვიცხოვროთ. და ჩვენ მტრები კი არ უნდა ვიყოთ, ჩვენ შეიძლება პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ვიყოთ, მაგრამ ქვეყანა და სამშობლო ერთნაირად ვიყვარდეს. შენი ხედვა გქონდეს განვითარების, მე ჩემი ხედვა. აი ამისკენ მივდივართ ჩვენ. ეს უნდა დავამყარო და ჯერ ჩვენ საწყის ეტაპზე ვართ. ეს არის მთავარი განსაზღვრელი და ის რაც მოცემულობა იყო, რაზეც დაიწყო დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ბრძოლა, ჯერ ეს დოქტრინაშია მოცემული, მაგრამ რეალობაში ეს ჯერ არც დაწყებულა ამის განხორციელება. ეხლა იწყებს ამ ყველაფრის განხორციელება, საუბარი ეროვნულ ინტერესზე, მონროს დოქტრინა ამას გულისხმობს, ხო? საკუთარ უსაფრთხოებაზე. ეს საკუთარი უსაფრთხოება მარტო იმას კი არის შეჭავს, კრიმინალს ებრძოლო. მიგრაციის თემაც მათ შედის, ეკონომიკის თემაც მათ შედის, ინდუსტრიების და რა ვიცი, ყველა თემა შედის ამაში, ამას გულისხმობს და აბა ეს ჩვენ როდის დავიწყეთ?
ჩვენი პოლიტიკა ხო აქეთ მიდის, რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესზე, ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენს განათლების სისტემაზე, ჩვენზე ვიყოთ დამყარებული, ჩვენს ნიჭზე ვიყოთ დამყარებული, ეს პროცესები დავძრათ. აქ და ეს ამას მივცეთ ბიძგი და მშვიდობა შევინარჩუნოთ. ჩვენ ხო ამას პარალელურ რეჟიმში ამათთან ბრძოლასთან ერთად ამას ვახორციელებთ და კიდევ ერთხელ რა ვიცი რამდენჯერ მოვიყვანო ეს მაგალითაც ეს საერთაშორისო ესენი შეფასებელი ხო საქართველოს შესახებ. ერთი გადაცემა ნამდვილად უნდა მიუძღვნათ იმ მოვლენებს, რომელიც შედეგად მოყვება ამ დოქტრინის განხორციელებას და მათ შორის ჩვენი საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს ამ დროის განმავლობაში. მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ დრო დაგვითმეთ, რომ უპასუხეთ იმ კითხვებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაინტერესებს ნამდვილად ჩვენს მაყურებელს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას. მინდა დაგემშვიდობოთ და ბედნიერი დამდეგი შობა ახალი წელი გისურვოთ. გმადლობთ. დიდი მადლობა ასევე გამდეგ შობა ახალ წელს გილოცავთ და მადლობა.